FAIOS მე-12 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამ უბანზე დღეს არაუფლებამოსილი პირი შევიდა. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის ფაქტიც. დღეს ახალ დაქორწინებული წყვილი უბანზე მივიდა და პატარძალი თამარ ტეტემაძე ხმის მიცემის კაბინეტში მეუღლესთან ერთად შევიდა. ქედის ოლქში განმარტეს, რომ მომხდარზე შესაბამისი ზომები გატარდება. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით მე-7 საარჩევნო უბნის პერიმეტრზე ადგილი ჰქონდა აგიტაციის ფაქტს. 15 საათის მონაცემებით ქედაში ამომრჩეველთა აქტივობა 35%-ს მიაღწია, რაც ციფრებში 4683 ამომრჩეველს გულისხმობს. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება. წელს პირველად მაღალმთიან აჯერას უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატი წარმოადგენს. მინდა და დამეფიქსირებინა ჩემი ხმა, გადამეწყვიტა საქართველოს მომავალში, მეც მიმეიღო მონაწილეობა და გადავწყვიტე გამომივლო მიმეცა ხმა, დამეფიქსირებინა და შემდეგ წასულიყავი ჩემს ქორწილზე. არაუფლებამოსილი პირი არა მიზანში წოდიმდიონ შეხვესდა. რანჩენი ახლა იქ არის აუცილებელი პირობა დაცული იყოს ზუსტი მსვლელობა, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია კაბინეტში შეხვეს და დაეხმაროს. საარჩევნო კომისიაზე გატარდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია რა სიზამს. შემოსულა შემოვიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი ამ დროისათვის ეს ეხება აგიტაცია პროპაგანდას მე-7 საარჩევნო უბანზე. აგიტაცია პროპაგანდა მიმდინარეობდა უბნის გარე ტერიტორიაზე. კომისიამ შეისწავლა ჩვენიდან გაგზავნილი კომისიის წევრები მივიდნენ შეისწავლეს ადგილზე და პრობლემა მოხსნილი არის. 15 საათის მონაცემები არის 35.6%, ამომრჩეველთა გამოცხადების რაოდენობრივი ციფრი შეადგენს 4693 ამომრჩეველს.